შავი ვარდი. ოკეშბეი, ჩემს ძმისშვილს ისეთი კოსტიუმი შეუკერეთ, რომ ვინც ნახავს, ყველა გაოცებული დარჩეს. გასაგებია? როდის გექნება მზად? ზუსტად 4 დღეში. არა, არ მაწყობს. საღამოს სახლში გამომიგზავნეთ. საღამოს, მაგრამ კენდალბეი, ოკეშბეი, საღამოს მზად იყოს მეთქი. ყველა სხვა საქმე გადადეთ და შეკერეთ. საღამოს მზად იყოს. ვინმეს გამოგზავნი, ვინც წამოიღებს. გასაგებია? საღამოს. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ კენდალბეი. ძალა და გავლენა შენია, შვილო. შენია ძალაუფლება. ჩემ შვილს არ მოგცემ. ჩემ შვილს არ მოგცემ. აქ რატომ მოვედით, ბიძია? რატომ მოვედით? რასაც შენი თვალის წუდება, ყველაფერი შენია. როცა ჩემი შვილი დაიბადება, მას შენ მიხედავ და ძმებივით გაიყოფთ ყველაფერს. ყველასთვის სამაგალითო ძმები იქნებით. მოუვლით ამ მიწას და მთელ ქონებას, რომელიც მამა თქვენმა იშოვა და სიმწრით შეინარჩუნა. ტრებს გამოგლიჯა ხელიდან. ტრებს. ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი იქნება, შვილო. მხოლოდ თქვენი. დენის? ადა, ეს დენისია. ჩემი მეგობარი ადა. გასაგებია, თურმე მეგობარ გოგოსთან ერთად ყოფილ ხარ და ამიტომ ვერ დაგიკავშირდი. მერე რა? თქვენ ხომ ილაპარაკეთ? სერდარ, ვის ელაპარაკე? სერდარ, ვის ელაპარაკე, გეკითხები? ახლავე გავიგებ, ვის ელაპარაკე. ადა, რას აკეთებ? ვინ არის მეთქი? ადა, ხელი გაუშვი.
პატარა? ვინ არის? უყვარ ხარ ამ გოგოს? რა უნდა? ყველას თავისი პრობლემა აწუხებს. ჩემზე არავინ ფიქრობს. წავედი. დენის, მოიცადე. მოიცადე. ახლა გავიგებ. ადა, რა საკეთებ? მომეც ტელეფონი. ადა, გაჩერდი. გაფრთხილებ, უკან არ გამომყვე. არ გაბედო რომ გამომყვე. დენის. სალი, შემოიხედე. შემოდი. გისმენთ კომისარო. ეს შანვერდის სასახლეში მიიტანე და ოზლემ ჰანიმს ჩააბარე, გასაგებია? დიახ, კომისარო. გისმენთ. ახალ ჰალფეთიში აფთიაქს დაესხნენ თავს, კომისარო. მერე? მედიკამენტები და სხვა ბევრი რამ მოიპარეს. ოზლემ ჰანიმის ძმები იქნებოდნენ. სადღაც აქ არიან. კარგი, გასაგებია. მოგზანდით ებრუჰანიმ, ხომ მშვიდობაა? კენდალი აქ არის. აღა ბარანთან ერთად წავიდა. ბურეკავდა არ მპასუხობს. ალბათ დაგავებულია ებრუჰანიმ. რამე გინდოდათ? მითხარით, იქნებ მე დაგეხმაროთ. მნიშვნელოვანი არაფერია. ემნი, ყველაფერი გავამზადე და დავდე. შენ ხშირად ხარ სამზარეულოში და ყურადღებით იყავი, კარგი? ძალიან მეშინია. ადა. შულო, თქვა თქონება გაიყავით. შენი წილი მოგეცით. მე რა სიზამ. სოფლის მეურნეობის არაფერი გაგეგება. ბარდების დარგვით და თხილის კრებით არაფერი გამოვა. მითხარი რა გჭირდება და მე დაგეხმარები. უარს ხომ არ გეუბნები. როგორ მოვიქცე? ხმერთო, როგორ მოვიქცე? მაია, რა გავაკეთო? რა ვქნა? მაია, წარმოგიდგენია? ის გოგო სერდარს ისევ დასდევს. ადა, გთხოვ, ასე ნუ განიცდი. როგორც ჩანს, ხშირად ლაპარაკობენ. მე სერდარს ვენდე. მხოლოდ მას ვენდე. ახლა რა ვქნა? ვის ვენდო? მომატყუა. ალბათ ორივეს ერთად გვხვდებოდა. მართლა გავგიჟდები. მას რომ იმედი არ მიეცა, ის გოგო ისევ აღარ გამოჩნდებოდა. ემინე შულო. ხო, დედა. რა გჭირს? ასიმზე კენდალს უკვე ველაპარაკე. ცოტა დრო სჭირდება. ხომ იცი როგორი ხასიათი აქვს? მართალი ხარ, დედა.
მობრძანდი შვილო. ხომ მშვიდობაა? დეიდა, ეს კომისარმა ოღუზმა გამომატანა, ოზლემ ჰანიმის ტელეფონია, შემთხვევის ადგილზე ვიპოვეთ. კარგი შვილო, მომეცი. კარგი. როგორ მოხდა? ვერ გავიგეთ რა მოხდა კომისარო, შიგნით ვიღაც კაცი შემოვიდა. სტერილური ბინტი მინდაო, მერე თავს დამესხა, სალაროდან ფული წაიღო. ვერ გავიგე ვინ იყო. კარგი. ჩაიწერე? აქ სადღაც ახლოს იქნებიან. სასწრაფოდ მოძებნეთ და მოიყვანეთ. გასაგებია? როგორც მიბრძანებთ კომისარო? წარმატებებს გისურვებთ. გმადლობთ კომისარო. ჩემს ლომს შეხედეთ. გაიზარდა და საქმის კეთება სწავლობს. ჩემს შვილს საქმეს უკვე შენასწავლი. დასაცმლის პრობლემაც მოვაგვარეთ. კინაღამ დამავიწყდა. რატომ არ გამახსენე? ალო რიზა. გისმენ აღა. ჩემს მკერავთან წადი, რასაც გამოგატან სახლში მიიტანე. არ დაგავიწყდეს ახლავე. კარგი აღა, არ ინერვიულო. ახლავე გავფრინდები და მოგართმევთ. კარგი. აღა, კადრიედეი და მითხრა, კასიმს გავუარეო. და მეც გავუარე. კარგი რიზა, მერე ვნახავ, ნახვამდის. რა მოხდა ბიძია? არაფერი, ამ საღამოს ნუ მოვიწყენთ. ყველას და ყველაფრის რიგი მოვა. ბარან აღას პატივსაცემად ყველას უმასპინძლდები. გემრიელად მიირთვით. გმადლობთ, გმადლობთ. კარგი რა ბიძია. რატომაც არა შვილო? ლომივით ბიჭი გაგზარდე. არ მაქვს უფლება ეს აღვნიშნო. მიდი. ასიმ შვილო. ასიმ, წამოდი, ბარანის ოთახში ფილმს უყურე. გახსოვს ბარანმა გითხრა, კარგი ფილმი მაქვსო. დალიე დედა, მომეცი შვილო, თორემ პირი გამიშრა. ნარინი სად არის მელეკ? თავის ოთახშია. დედა, ნარინი ძალიან უცნაურად იქცევა. ახლა მეტყვი უცნაურად ვინ არ იქცევაო, მაგრამ კიდევ კარგი მიხვდი. დედა, რა უნდა ვქნათ? ყველა თავისი პრობლემებითაა დაკავებული. ნარინი ცალკე, ებრუ ცალკე. კენდალი ასიმს ზედაც აღარ უყურებს. რა საშინელებაა? არ ვიცი შვილო, არ ვიცი. ნეტა ვიცოდე. რიზა, ეს რა არის? კერავიდან მოვდივარ. კერავმა მითხრა კენდალ აღაშვილისაა. როგორც ჩანს, ასიმისთვის შევუკერავთ. ემინე, ნახე კენდალმა ასიმს რა გამოუგზავნა. შეხედე. ხომ გეუბნებოდი? მართლა? დარწმუნებული ხარ? ხო, დარწმუნებული ვარ. კენდალ აღას ბიჭისთვისო და მას მხოლოდ ერთი ბიჭი ჰყავს, ასიმი. მეორეს ეს ჯერ არ მოერგება. ხომ ასეა? კარგი დეიდა, ჩემი წასვლის დროა. საქმე მაქვს. კარგი შვილო, გმადლობ. ასიმ. ასიმ შვილო. ნახე მამამ რა გიყიდა. მოდი, ათექი ჩაგაცვა. მე მიყიდა? ხო, შენ შვილო. ათექი. ესე იგი,
მამაჩემ მამაპატია? რა თქმა უნდა შვილო, ხდება ხოლმე მამა-შვილს შორის ასეთი რამეები. შენ გულთან არაფერი მიიტანო. ადექი ჩაიცვი. მამამ მაპატია. ჩემო სიცოცხლე, როგორ მოგიხდა? შეგჭამ ჩემო საყვარელო. ჩემო ჭკვიანო ბიჭო. ძალიან გიხდება. სახლში წავიდეთ. შენი კოსტიუმიც მზად იქნება. ხო, ჩემთან ერთად ქარხანაში მოდიხარ. ყველაფერს გასწავლი, ყველას გაგაცნობ, კარგი? წავიდეთ, ჩემო ლომო. წავიდეთ. წამოდი. ალო, კასიმ. გისმენ. რა შრები, როგორ ხარ? კარგად ვარ, უკეთ ვარ. რიზა მოვიდა, საჭმელი და ტანსაცმელი მომიტანა. შენ როგორ ხარ? მეც კარგად. უკეთ ვიქნები, არ ინერვიულო. სახლში ყველაფერი რიგზია? რა თქმა უნდა. როცა ქადრია ჰანიმი მიჭერს მხარს, რამ უნდა შემაშინოს? კარგი, ნახვამდის. ოზლემ, რა გაქვს ჩაფიქრებული? რა უნდა მინდოდეს ნარინ? შვიდი ცხოვრება. მომისმინე ოზლემ. ხმას არ ამოიღებ. ებრუსთან ლაპარაკი არც იფიქრო. არ გაბედო, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. გასაგებია? ნარინ. ნუ თუ ამ დღესაც უნდა მოვსწრებოდი. რა უცნაურია ცხოვრება. დედა. როგორ უხდება? რა ლამაზია ჩემი ბიჭი. მამამ მიყიდა. ასიმ, სად მიდიხარ? გავიხდი. მე შინია არ დავსვარო. დედა, ხედავ ასიმი რა ბედნიერია. დაიკო, ნეტავ გენახა. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ფილმებშია. დიდი ეზო აქვს. უნივერსიტეტიც ძალიან დიდია. ეზოში ხალხი გიტარას უკრავდა. დაიკო, მადლობა ღმერთს, რომ არსებობ. დიდი მადლობა. შენ რომ არა ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი. ამას ნუ ამბობ, აიშე. ადა რა მოხდა? რატომ ტირი? შენ რაში გაინტერესებს? წადი ოზლემს მიხედე. მელექს, ემინეს. დახმარება სჭირდებათ. როდის იყო ჩვენი მდგომარეობა გადარდებდა? ადა ცუდად ხარ? ხო, დედა, ცუდად ვარ. და სანამ აქედან არ წავალ, კარგად ვერასოდეს ვიქნები. ადა გთხოვ, მე აქ მხოლოდ თქვენ გამოვჩერდები. დედა, საკმარისია, მომბეზრ და გამუდმებით ერთსა და იმავეზე ლაპარაკი. გაჩუმდი. ადა საკმარისია, ისედაც ბევრი უსიამოვნება გვაქვს. ახლა კი მეც დაგემატე, არა? ხომ გითხარი აღარაფერი მკითხო მეთქი? ხომ გითხარი? შემეშვი.
შვილო. ჩემს ოთახში ვიქნები. დენის. ჩვენი ბედით როდის დაინტერესდები, დედა? გუშინ გაცნობილი ხალხის გამო მთელ ღამეს გარეთ ატარებ, მაგრამ ჩვენ ვერ გვამჩნევ. მამა უფრო გვაქცევდა ყურადღებას. İyi akşamlar ana. Nasılsın? საღამომშვიდობისა დედა, როგორ ხარ? კარგად ვარ, შვილო, კარგად. Melek. მელეკ, რიზას კოსტიუმი უნდა მოეტანა, მოიტანა? მოიტანა ძმაო. ასიმ. Nerede სად არის? კოსტიუმი მოიტანე. ბარამისა. Baran bir giysin de. ჩაიცვას და ყველამ დაინახოს ჩემს ბიჭს როგორ მოუხდება. კენდალ, რას ამბობ? Ne diyeyim? რას ვამბობ დედა? შენ ეგ კოსტიუმი ასიმს არ გამოუგზავნე? კერავს უთქვამს კენდალ აღას ბიჭისთვის არისო. ჩემი ბიჭი ჩემ გვერდით დგას. ერთი კი მალე გაჩნდება, ხოლო იმას, რომელმაც ციხისთვის გამიმეტა რა, დავაჯილდოვებდი? როგორ ფიქრობ დედა? კენდალ. ასეთებთან მე საქმე აღარ მაქვს. ამიერიდან ჩემი ბიჭი მხოლოდ ბარანია. გაიგეთ. დიახ, მხოლოდ ბარანი. ასიმ შვილო, არი დარდო, შენს გიყიდის. მამა ჩემის ბიჭს მივცემ. ასიმ. ადა. წავალ ამ წეული სოფლიდან. მე მხოლოდ სერდარის იმედი მქონდა. მას ვენდობოდი. მხოლოდ მის გამო დარჩი. მაგრამ მორჩა. დედას თუ არ შეუძლია, მე მოვახერხე. დამშვიდი. არ მინდა დამშვიდება, გაიგე? თურმე არავის არ უნდა ენდო მაია. არც შეყვარებულს, არც დედას. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. არავის არ ენდო. არავის. არა, ასიმეს შენი იყოს. მაინც ერთ ზომას ვიცვამთ. არ მინდა. მშვიდობაში მოიხმარე. ძალიან ლამაზია. ძალიან.
ვიძიე. ეს ასიმის არის. შენ თუ ჩუქნი შენი საქმეა, მაგრამ მე მამის გამყიდველ შვილთან საერთო არაფერი მაქვს. ასიმ. ბიცოლა ემინე, ეს აიღე. ეს რა ქენი კენდალ? ბავშვ გული მოუკალი. თვითონ გამყიდა დედა. ამიერიდან ბარანი ჩემი უფროსი შვილი იქნება. დიახ, ბარანი. ყველაფერი მისია, რაც მე მაქვს. შვილს, რომელიც გამიჩნდება, ბარანს შავაბარებ. ამიერიდან ასე იქნება. ზედმეტი არავის არაფერი წამოსწდეს. მორჩა, როგორც თქვი, ისე იქნება. დამთავრდა. ღმერთმა დაგწყელოს, მამა ჩემის წილი მოგვეცი. უკვე ყველაფერი ბარანისაა. თუ რამე გინდათ, მას მოსთხოვეთ. მე ამ თავხეთთან საქმე არ მაქვს. რას ამბობ გოგო? ბატკო თავში აგივარდა, უკვე ბარანაღაც გახდი? თუ რა ხდება? რაღაცას გამომთხოვებ გოგონი. და საკმარისია. ყუჩახ კენდალ, ყუჩახ. აქ რა ხდება? იმას ვითხოვ, რასაც შენ ვერ ბედავ. ჩვენს წილს ვითხოვ. რა წილს ითხოვ? როგორ თუ რა წილს? რაც მურათის სამშვილს ეკუთვნის კენდალ. თქვენ რა ხალხი ხართ? და გაჩუმდი. სინდისი საერთოდ არ გაგაჩნიათ? ასე ერთმანეთს როგორ დაემსგავსეთ? რას ამბობ გოგო? მე კი არა, შენ რას ამბობ, ბარან? ქცე მიცოდე. საკმარისია. თავი დაანებე. დედა ვერ ხვდები არა? ამ ქალს ფულის მეტი არაფერი აინტერესებს. წესიერად მელაპარაკე. ენა გააჩუმე, თორემ ინანებ. ყველა მიცოდე თქვენი ადგილი. ზღვარს ნუ გადახვალ, თორემ აღარ მოვითმენ. ასიმ, ნახე ბარანმა გაჩუქა. რა ლამაზია. ეს საჩუქარი არ არის. მოწყალებაა. ასიმ, რას ამბობ, ბარანი შენი ძმაა. დედა. წადი. საკმარისია კენდალ, ჩვენი მოსვლის დღიდან რას აღარ კადრულობ. ადამიანი რომ ყოფილიყავი გაიგებდი. აქ არ გჭირდებით. არ გჭირდებით. ჩვენი სახელით ნუ ლაპარაკობ. ისინი ჩემი შვილები არიან. მართლა? თუ ასე მოგვეცით ჩვენი წილი ქადრიე ჰანიმ. და გაჩუმდი ქადრიე ჰანიმი არაფერ შუაშია. დედა გეუბნები მათ დაემსგავსე მეთქი და არ გჯერა. რას ამბობ უზრდელო, არ გრცხვენია? ზრდილობა შენგან ვისწავლო? დედა ჩემს წესიერად ელაპარაკე. შენ ხმა ჩაიწყვიტე. რა? გაჩუმდი საკმარისია მორჩა. დაიკო, ამჯერად რა ხდება? არ ჩაერიო აიშე. მაინტერესებს, გავიხედავ. ნუ ჩაერევი მეთქი. დაიკო, მე ბარანი უნდა ვნახო. სად მიდიხარ აიშე? ბარანი ჩემი შვილია. ბარანი ჩემი შვილია.
ყველაფერი მისია, რაც მაქვს. თუ რამე გინდათ, მას მოსთხოვეთ. ბარანი ჩემი შვილია. ჩემი შვილია და ეს კარგად დაიმახსოვრეთ. უკვე მომბეზრდა. თუ მოგბეზრდათ, წადით აქედან. თქვენ თვითონ წადით. ნორმალურად ვილაპარაკე. ენა გააჩუმე. გაჩუმდი. დედა ერთი წუთით, გაჩერდით. რას ამბობ? გაჩუმდით. რას ამბობ? თავპიკს გაგიერთიანებ. ვის გავერთიანებ? ნორმალურად მელაპარაკე მეთქი. ადა. ნორმალურად ლაპარაკი შენგან ვისწავლო? გაჩუმდი, მომბეზრდა. საკმარისია. გაეთრი აქედან. ნუ მეპასუხები. ვინ გეპასუხება? ხმა ჩაიწყვიტე. დაჭამეთ ერთმანეთი. დაჭამეთ. შენ მარტო ყვირილი შეგიძლია. ადა, ენა გააჩუმე იდიოტო. ადა საკმარისია. ყელში ამომივიდა. გაჩერდით. გაჩერდით. ორივე წადით აქედან. მოშორდი მეთქი, არ გესმის? შენ ნუ ერევი. წადი აქედან, შეეშვი გთხოვ. ბარან თავი შეიკავე. გაჩუმდი, გეხვეწები. წამოდი აქედან. ადამიანს უნდა რომ ენდოს. უნდა რომ ირწმუნოს. უნდა რომ უყვარდეთ. ადამიანს ეს აბედნიერებს. აიშე. დედა. გული გვტკივა. საყვარელი ადამიანები გვტოვებენ. ჩვენ კი გვინდა ვინმე. ერთი ვინმე მაინც გვაფასებდეს. ეს სიცოცხლისთვის გვჭირდება. რადგან უსიყვარულობა, უყურადღებობა ადამიანს ანადგურებს. Çünkü ilgisizlik, კლავს. sevilmemek, değer verilmemek öldürücü olabilir. ბოლომდე ანადგურებს. ფრინეთ ყველაზე დაბალი ტარიფები თბილისიდან და ახლა უკვე ქუთაისიდანაც. Abla? დაიკო. Abla? დაიკო. დაო. Abla? დაო. მიშველეთ. რა ხდება? დაო. შვილო. მამა. ადექი დაიკო. დაიკო ადექი. რა მოხდა? მიმიშვი.
სიბელ როგორ ხარ? ღმერთო ჩემო. სიბელ, ადექი. კარი გამიღეთ. კარი გამიღეთ. მოდი სიბელ, მოდი. სიბელ, კარი გამიღეთ. გამატარეთ. ბარან გაიქეცი. დაიკო. სიბელ, თვალები გაახილე. სიბელ. დაჯექი. აი ასე. დაიკო. აიშე, მოდი. მელეკ, წამოდით. მოვდივარ. მელეკ, რომ მიხოთ დამირეკე შვილო. კარგი დედა. შვილო. შენ სად მიდიხარ? დედა აიშეს გვერდით უნდა ვიყო. ბარან მართვის მოწმობა არ გაქვს, არ გაგაჩერონ. ღმერთო, რა ჯანდება გჭირს. ჩვენს თავზე ავდრის შავი ღრუბელი გროვდება და გროვდება. რა დავაშავეთ? რა უნდა ამის მიხვედრას ქადრიაჰანი, როცა სახლში კენდალი გყავთ, უბედურება მოხვება. აღარ გაჩუმდები? ოდეკთხო, კარგი დედა. დაწყნარდი. დედა, ნუ გეშინია, არაფერი მოუვა. მეშინია, დილიდან იწვა, კარგად არ იყო. მაია ქადრიაჰანიმ წყალი მოუტანე. ასიმ, ღმერთო დამეხმარეთ. ასიმ, თვალები გაახილე. მიშველეთ. ასიმ შვილო. ასიმ. გაუძელი შვილო, ყველაფერი კარგად იქნება. გაუძელი. სიბელ, ხომ კარგად ხარ? ხმა გამეცი. გაუშვი. მე ავიყვან, გაუშვი. ვიცოლა, დამაცადე. მე ავიყვან, გაუშვი. ჩქარა. შვილო. ვიცოლა, დამაცადე. ასიმ. გასაღები აიღე. ავიღე. ჩქარა. დასხედით. ჩქარა. დროზე. დასხედით. ჩქარა, დამეხმარეთ. ექიმებო, სათხართ, იჩქარეთ, გამიღეთ. ასიმეს როგორ გააკეთე, სულ თვალწინ მიდგას. ნეტა უშველიან. ხომ უშველიან? ნუ სულელობ მაია, უშველიან აბარასიზამენ. კიდევ კარგი რომ მალე იპოვე. საწოდავი ბიჭი, მისი არავის ესმის. ღმერთმა დასაჯოს კენდალი ასიმი ასე რომ იტანჯება. შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მაია. მოდი ოზლე, მოდი, დაჯექი. რა ხდება? გავგირზი ხმაურის და ჩხუბის მეტი ზემოთ არაფერი მესმის. რა ამბავია? ნუ იკითხავ. ჯერ სიბელი, მერე ასიმი. ასიმს რა მოუვიდა? თვითმკვლელობას სცადა. რა? რას ამბობ? თაგვის წამალი დაულევია. ვეღარ გაუძლო საცოდავმა ბავშვმა.
იმედი არაფერი მოუვა. სიბელიც სასწრაფოდ წაიყვანეს. იმას რაღა მოუვიდა. არ ვიცით. ამ საღამოს ორი ოჯახის წევრი მოხვდა საავადმყოფოში. ნეტავ რატომ ვისჯებით ასე? ვისი ცოდვებისთვის ვაგებთ პასუხს? ვის ვაფარებთ ხელს? ეს კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს. ემინე, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ასიმ შვილო, ასიმ. ღმერთო, ასიმი გადაარჩინე, გევედრები. ღმერთო, შემიბრალე, ჩემს ბიჭს ნუ წამართმევ. 133 სერიის დასასრული.